ქართული ენის ამბავი ხო ეს სუფთა პროპაგანდისტული ტყუილია. Წარმოვიდგინეთ, ადამიანი მიდის სკოლაში. რეგულაციები გვაქვს, ატესტატი გვაქვს, საშუალო განათლება უნდა იყოს კაცრად რეგულირებული. მთავრობა აკონტროლებს ვინ რას ასწავლის, როგორ ასწავლის, ყველაფერი საგიჟეთი ხდება. ატესტატს აძლევს, რომ განათლება მისცა. და მე ამბობს, რომ იცი რაო, ჩვენმა ბავშვებმა არ იციანო ქართულიო. ისე დაამთავრეს 12 წელი ისეა ასწავლეთ სკოლაშიო, ჩვენი მთავრობის კონტროლის ქვეშ, რომ ქართული არ უსწავლიათ. და ამიტომ მოდი უნივერსიტეტებს დავალდებულოთ ასწავლონ ქართული. უნივერსიტეტები ხო წარმოგიდგენთ რა შუაშია ქართული სწავლება. უნივერსიტეტებმა თუ მიხვედი და ქართული არ იცი. ან რა უნივერსიტეტია რომელმაც ჩაგაბარებინა, როგორ გასწავლის, ან შენ რასაკეთებინებდი ამ ბავშვებს ძალით რო ატარებდი სკოლაში და სინამდვილეში ვინმე თუ რამე იცის, უბრალოდ ჩვენი ტყუილია რაღაც უნივერსიტეტს დაემატება რაღაც ზოგადად საგანმანათლებლო საგანი რაღაც რომელიც ყველას ფეხებზე ეკიდება და უბრალოდ რაღაც გაატარებენ რაღაცას. აი ყველას იქნება ეცოდინება რომ უბრალოდ რაღაც სავალდებულო გაუგებრობაა, მაგრამ ხალხს ეუბნება რომ ქართულს ვაძლიერებთ. რა ქართულს ვაძლიერებთ? სკოლას მიხედებ ბავშვმა თუ 12 წელი ისწავლა და ქართული არ ისწავლა, მეგონი სკოლაში გაქვს ხო პრობლემა და არა უნივერსიტეტებში. თუ ამის გჯერა რომ ეს სერიოზულია, ხო ჩვეულებრივად უნდა აღიარო რომ მთავრობამ ფეილი აღიარა ის საშუალო განათლების. და მაშინ ხომ პრეტენზია მთავრობასთან უნდა გქონდეს. ხო უნდა უთხრა შეკაცო სკოლაში აბა რას აკეთებდა 12 წელი ადამიანი. სრულიად არაადეკვატურობაა სინამდვილეში ამ ყველაფერში.